ეს ეპიზოდი სულ სხვა რამე უნდა ყოფილიყო, ჩვენ უნდა გქონოდა ტრადიციული ეპიზოდი, წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიული წიგნიდან გაკეთებული ეპიზოდი, რომელიც დაგვენახებოდა ამ ადამიანს სხვადასხვა საინტერესო კუთხიდან და სხვადასხვა პრიზმიდან, რაც გონების სამქროს ტრადიციული ეპიზოდებია მოგეხსენებათ. თუმცა არ გამომივიდა ეპიზოდი, იმიტომ რომ ეპიზოდი გადავწყვიტე გამეკეთებინა არნოლდ შვარცენეგგერზე. ყოველთვის მაინტერესებდა მისი პიროვნება, იქედან გამომდინარე, რომ რასაც ქვია შვარცენეგგერი ერთი სოფლელი ბიჭი იყო, რომელიც ცხოვრობდა ავსტრიის, რასაც ქვია მიყრუებულ სოფელში და შემდგომ ის ჩამოდის ამერიკაში და ახსოვს ძალიან დიდ წარმატებას. და ყოველთვის მქონდა ინტერესი გამეგო მის შესახებ უფრო ბევრი. შესაბამისად, Amazon-ზე ვიყიდე მისი ავტობიოგრაფიული წიგნი ყველაზე პოპულარული, ჯერ ხო აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი იყო 700 გვერდი, მოვუდი ერთი თველ ამის რო წამეკითხა. და თან აღმოჩნდა ძალიან სუსტი წიგნი. ისეთი წიგნი, რომ ეპიზოდი არ გამოვიდოდა მასზე. ამიტომ ტყუილად წავიკითხე ის წიგნი აღმოჩნდა, ამხელად რომ ტყუილად ჩავდე და მე მინდოდა ეხა სწრაფად დამედო ეპიზოდი და გადავწყვიტე მარკუს ავრელიუსზე გამეკეთებინა მარკუს ავრელიუსის წიგნზე ფიქრები, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართულად ბაჩანა ბრეგვაძის ძალიან კარგი თარგმანი და ეს ცოტა არატრადიციული ეპიზოდი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ამ წიგნიდან ამონარიდებს აგიკითხავთ 30-ზე მეტი ნოუთი მაქვს ჩანიშნული და ესე გავეცნობით ჩვენ მარკუს ავრელიუსის სოფლ მხედველობას. თქვენ უსმენთ გონების სამქროს პოდკასტს, ჩემი სახელია ომარ ნოეწერეთელი და შეგახსენებთ, რომ Spotify-ზე შეგიძლიათ მოусმინოთ. Spotify უფრო მოსახერხებელია, უფრო აუდიო ვერსიებისთვის Spotify-ის ლინკი ვიდეოს აღწერაში იქნება. მაშასე პირველი დილა ადრიან ასე არქვი საკუთარ თავს. დღეს შევეყრები აბეზარს, უმადურს, მზვაობარს, გულღრძოს, მოშურნესა და ზაკვარს. მეორე გაიხსენე რა ხანია, რაც სამერმისოდ სდებ სადღეისოს. რამდენ გზის სთხოვე მაცალეთო ღმერთებს და რამდენჯერ გაცალეს მათაც, მაგრამ ერთხელაც არ ისარგებლე ამით. კმარა, დროა შეიცნო ბოლოს და ბოლოს, რომელი სამყაროს ნაწილი ხარ შენ და სამყაროს რომელი გამრიგის ემანაცია. დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ და თუ ამ წამით არ ისარგებლობ ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ და აღარასოდეს შემოიქცევა უკან. მესამე და ნუ გაგფანტავს, ნუ გაგაბნევს ის, რაც გარესკნელიდან შემოდის შენში. ეცადე თვითვე მოიპოვო მოცალეობა, რათა ეზიარო რაიმე კეთილს და თავი ანებო უმიზნო ხედიელს. უნდა ერიდო მეორე მძიმე ცნობილებასაც, რადგან ჭეშმარიტად შლეგია ის, ვინც ნიადაგ ფუსფუსებს, იღწვის რუდუნობით ქანძგაწყვეტილი, მაგრამ მაინც არ გააჩნია გარკვეული მიზანი, რომლისკენაც მიმართავდა ყველა სწრაფვას, ყველა გულისთქმას. მეოთხე, ყველაფერი აკეთე, ყველაფერზე იფიქრე და იმსჯელე ისე, თითქოს ყოველ წამს მოელოდე, რომ ეგ წამიც წარხდება და დასრულდება შენი სიცოცხლეც. მეხუთე, ნუ შეალევ სხვებზე ფიქრს შენი სიცოცხლის დარჩენილ დღეებს, თუ კი რაიმე საყოველთაო და სასარგებლოს არ ეხება საქმე, რადგან როცა იმაზე ფიქრობ ვინ რას აკეთებს ან რატომ აკეთებს, ვინ რას ამბობს, რას იზრახავს ან დააპირებს, შენ გავიწყდება მეორე რამ. გავიწყდება, რომ ყოველივე ეს საკუთარ სულზე ზრუნვისაგან გარე მიგაქცევს. მეექვსე, დღეს იყავი წრფელი, ხვალ შეიძლება გვიანი იქნეს. მეშვიდე, გახსოვდეს ისიც, რომ ყველა სულდგმული მხოლოდ აწმყოთი სულდგმულობს, ამ ერთი უბადრუკი წამით. დანარჩენი კი ან წარსულს ეკუთვნის უკვე, ან მომავლის ბურსითაა მოცული. მერვე, თუ შენ მხოლოდ გონების ხმას უწევ ანგარიშს და ცდილობ მთელი გულმოდგინებით ძალისხმევით და სიყვარულით აკეთო დღეს საკეთებელი, თუ შენ ისე უბიწოდ და მყუდროებით ამყოფებ საკუთარ სულში დამკვიდრებულ დემონს, თითქოს უკვე მოწებნული იყოს მასთან განშორების ჟამი. თუ ამასთან არც რას მიელტვი და არც ილტვი რისგანმე, თუ კმასაყოფად გიჩანს მოღვაწეობა ბუნების წესისაებრ და თუ ბოლოს ჭეშმარიტად გმირული თავდადებით, სიტყვით და საქმით ემსახურების სიმართლეს, შეგიძლია ბედნიერად მიგაჩნდეს თავი და არ დადის მიწაზე კაცი, რომელსაც შეეძლოს ხელი შეგიშალოს ამაში. მეცხრე,
კაცნი განმარტოვებას ეძებენ და სოფლის მყუდროებისკენ, ზღვათა ნაპირებისა და მთებისაკენ ეშურებიან. შენც ამას ნატრობ და მიელტვი ყველაზე მეტად. მაგრამ ეს მხოლოდ უმეცხრების და უმწეობის ნიშანია, სხვა არაფრის. რადგან შენ შეგიძლია ყოველ წამს განმარტოვდეს შენსავე თავში. ხოლო ყველაზე მყუდრო და უშფოთველი სადგური, სადაც კაცს შეუძლია განმარტოვდეს, სულია მისი. მეათე. ყოველთვის მზად უნდა იყო ორი რამისათვის. ჯერ ერთი შენი სამეუფო და კანონმდებელი გონების რჩევით მხოლოდ კაცთა სასიკეთოდ უნდა იღვწოდე და მეორეც, უნდა შეგეძლოს შეიცვალო შეხედულება, თუ კი ვინმე დაგანახებს ან დაგიმტკიცებს შენი შეხედულების ცდარობას. მე-11. ისე კინო ცხოვრობ თითქოს 10,000 წლის სიცოცხლე გედოს კიდევ წინ. უკვე ახლოა აღსასრული, სანამ პირში სული გიდგას ეცადე როგორც შეგიძლია კეთილი გახდე და უკეთესი. მე-12. რამდენ რასმე იმარხავს ეს ორიოდე სიტყვა. სიცოცხლე მოკლეა, ამიტომ სიმართლისა და კეთილგონიერების სამსახურს უნდა მოვახმაროთ აწმყო. იყავ ზომიერი მოცალეობის ჟამს. მე-13. ცალი ფეხი სამარეში გიდგას უკვე შენ კი ჯერაც არ შეგიმოსავს უბრალოება და სულის სიმშვიდე, არც შემწყნარებლობა და იმის რწმენა, რომ გარეშე საგნებს არ შეუძლიათ რამე გავნონა. ჯერაც ვერ შეგიცვნია, რომ სიბრძნე მხოლოდ სიკეთეშია და მართალი საქმის კეთებაში. მე-14. ჩაიხედე კაცთა სულებში და გულისხმობ ყავ, რას გაურბიან ბრძენი ან რას მიელტვიან. მე-15. არა ხარ ერთი საწყალობელი სული, რომელიც ცხედარს დაათრევს ქვეყნად, როგორც იტყოდა ეპიქტეტე. მე-16. გამუდმებით იფიქრე იმაზე, რამდენი მკურნალი აღარ არის უკვე, სნეულის სასტუმალთან, დღედაღამ შუბლ შეჭმუხნით მჯდარი, სხვათა სიკვდილის თითქოს რაღაც არნახულის წინასწარ მაცნე რამდენი ასტროლოგი. სიკვდილისა თუ უკვდავების მიზეზთა მჩხრეკი რამდენი ფილოსოფოსი, ლაშქართ მუსვლელი რამდენი მეომარი და დასასრულს რამდენი ტირანი, რომელნიც ისეთი გაუგონარი გულგრილობით წყვეტდნენ ქვეშემრდომთა სიკვდილის სიზღვის საკითხს, თითქოს უკვდავნი ყოფილიყვნენ თავად. რამდენი ქალაქი აღიგავა პირისაგან მიწისა, რამდენი ჰელიკე, პომპეი, ჰერკულანუმი და სხვა მრავალი. გაიხსენე ისინიც, ვისაც პირადად იცნობდი. ერთმა ვის მიაგო უკანასკნელი პატივი, მეორემ ვის. ბოლოს კი თვითონაც მიებარდნენ მიწას. და ყველაფერი ეს სულ რაღაც ორიოდ წამში. ამიტომ ყოველთვის უნდა უცქერდე ყოველივე კაცურს, როგორც მალე ხრწნაც და მსწრაფ წარმავალს. ის რაც გუშინ ჩანასახი იყო, მხოლოდ ხვალ უკვე მუმია და მტვერი. მას შენი დღემოკლე სიცოცხლის მანძილზე ნურასოდეს გადაუხვევ ბუნების გზას. მერე კი ისევე უდრტვინელად განვედე სიცოცხლით, როგორც მწიფე ზეთისხილი ვარდება ხიდან, დედამიწისა და მშობელი ხის მიმართ ლოცვა კურთხევით და გულმხურვალე მადლობის წირვით. მე-17. იყავი როგორც კლდოვანი კონცხი, რომელსაც ღრიალით აწყდებიან ტალღები. ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო თანდათან ცხრება ბობოქარი წყლის მძვინვარება. მე-18. ერთი სიკეთეს რომ უზამს კაცს, სამაგიეროს მოითხოვს მისგან. მეორე არ მოითხოვს, მაგრამ სულის სიღრმეში თავის მუდმივ მოვალედ თulis მას და არასოდეს არ იუიწყებს საკუთარ ქველმოქმედებას. და ბოლოს მესამე გარკვეული აზრით ჩალადაც არ აგდებს მისეულ სიქველეს. ამ მხრივ ის ვაზს ქავს, რომელიც უშურველად გვთავაზობს სავსე მტევნებს და არაფერს მოითხოვს სანაცვლოდ, კმაყოფილი მარტოდენ იმით, რომ ბოლომდე მოგვცა თავისი სიტკბო. მე-19. მერე რა თუ ჭეშმარიტ საწყის და მიხედვით მოქმედებისას ყოველთვის ვერ აღწევს სასურველ მიზანს. ნურც სასოს წარიკვეთ, ნურც მხნეობას დაჰკარგავ და დაეცემი. შენ დამარცხდი, ხელი მოგეცარა, რა ვუყოთ მერე? ხელახლა მიუბრუნდი ხელის მოცარვის მიზეზს და კმაყოფილება პოვე იმაში, რომ შენი ქცევით არ ბღალავ კაცური კაცის სახელს. მე-20. რას ვახმარ ამჟამად ჩემს სულს? აი რა უნდა გკითხო ხოლმე შენ თავს. და მერე იკვლიო რა მოსდის შენი არსების იმ ნაწილს, რომელსაც წარმართულს უწოდებენ მართებულად. ვისი სული მაქვს მე ახლა? ჩვილის, ჭაბუკის, დიაცის, ტირანის, პირუტყვის თუ ხეცის? მე-21. როგორიცაა შენი წარმოდგენების სიმრავლე, ისეთ იქნება შენი სულიერი ცხოვრებაც, რადგან წარმოდგენები სიღრმემდე განწონიან სულს. 22. შლეგია ის,
ვინც მიელტვის შეუძლებელს. შეუძლებელი კი ისაა, რომ ავკაცნი ავკაცურად არ იქცეოდნენ. 23. თვითონ საგნები ოდნავადაც არ ეხებიან სულს. სული მათთვის სავსებით მიუწვდომელია და მიუდგომელი. მათ არ ძალუძს მისი შეცვლა, არც მისი აღძვრა, რადგან სული თვითონვეა თავისი თავის მცველიც და მძურელიც. ამიტომ ჭობის რა სახესაც მიიჩნევს ის თავის ღირსად, ისეთნი იქნებიან მისთვის გარემომცველი საგნებიც. 24. ხშირად იფიქრე, რაოდენ მსწრაფ წარმავალია, რაოდენ სწრაფად ქრება ყოველი. ისიც, რაც უკვე არსებობს და ისიც, რაც ახლა მოიქცევა ყოფად. რადგან არსი დინარეს გავს, მარადინს მედინს. ქმედებანი განუწყვეტი ცვლიან ერთმანეთს. მიზეზნი ათასგვარ სახეცვლილებას განიცდიან და გეგონება არა არის რა ქვეყნად უცვლელი და წარუვალი, ხოლო ჩვენს გვერდით წარსულისა და მომავლის უსასრულო უფსკულია, ყოველივეს შთანთქმელი. განაშლეგი არაა ის, ვინც მზვაობს, წუხს ან რტვინავს ამ მალეხრწნადი საგნების გამო, თითქოს საქმე ეხებოდეს უხრწნელს და მარადის მყოფს. 25. ვინმე სწოდავს ჩემ და მომართ, შეეშვის სწოდოს, ეს მისი საქმეა, მას თავისი მრწამსი აქვს და მოქმედების თავისი წესი. მე კი ისეთი ვარ, როგორც სურს ვიყო საერთო ბუნებას და ისე ვიქცევი, როგორც სურს ვიქცეოდე ჩემსავე ბუნებას. 26. აი მოძალადის დასჯის უკეთესი წესი. ნუ ემსგავსები მას. 27. როცა გარემოებათა დამთრგუნველი ძალი გაშფოთებს, მეხსეულად შეეფარე შენსავე თავს და თუ აუცილებლობა არ გაიძულებს, ნუ დაარღვევ შენი სულიერი ცხოვრების მშვიდსა და თანაბარ რიტმს. რადგან რაც უფრო ხშირად მიუბრუნდები ჰარმონიას, მით უფრო მკვიდრ წილს დაიდებ მასში. 28. თუ რაიმე შენს ძალღონეს აღემატება, ნუ იტყვი, რომ ის საერთოდ აღემატება კაცის ძალღონეს. მაგრამ ის, რაც კაცისათვის მისაწვდომია, ის, რაც ხელეწიფება კაცს, შენც ხელგეწიფება. 29. თუ ვინმე შეძლებს დამიმტკიცოს, რომ მე არასწორად ვფიქრობ, ან და ვმოქმედებ, სიამოვნებით შევიცვლი აზრსაც და მოქმედების წესსაც, რადგან მე დავეძებ ჭეშმარიტებას, რომლისგანაც არავის არასდროს არ ვნებია რა. პირიქით, ვნებული ისაა, ვინც თავის სიკერპის გამო ცდომილებასა და უმეცხრებაში მყაყდება. და მეათე. ეცადე ყურადღებით უსმინო სხვებს და შეძლებისდაგვარად ჩაწვდე თანამოსაუბრეს სულს. 31. ნუ დაივიწყებ, რომ ყოველი კაცის ფასი მისი მისწრაფებების საგნის ფასით განიზომება. 32. ხშირად უსამართლობას ჩადის არა მარტო მოქმედი, არამედ უქმად მყოფიც. 33. დღეს მე განვერიდე ყოველგვარ საფრთხეს, ან უფრო უკეთ თვითონვე განვერიდე იგი, რადგან საფრთხე ჩემს გარეთ როდი იყო, არამედ თვითონ ჩემში, ჩემსავე წარმოდგენაში. 34. და ბოლო. საგნები, რომელთაც მიელტვი, ან გაურბი და რომელიც ასე რიგად გამღურებენ, თვითონ კი არ გეხვევიან თავს პირიქით, შენ ეხვევი მათ თავზე. ნუ აიმღვრევ სულს მათზე ფიქრით და ნახავ, როგორ დაცხრებიან და დაგეხსნებიან ისინი.